თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 12 პირის აბო ნავერიანის, ვახტანგ ფიცხელაურის, გურიელ ქარდავას, ალექსანდრე ხაბეიშვილის, ბექა ქელიხსაშვილის, ნანა სანდერის, მამუკა ლაბუჩიძის, გიორგი მულაძის, ავთანდილ სურმანიძისა და თემურ ქურციკიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნანა სანდერმა სხდომაზე განაცხადა, რომ თუ დღეს დაუყოვნებლივ არ გაათავისუფლებდნენ, შიმშილობას დაიწყებდა. მან პროცესზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ისაუბრა და თქვა, რომ აწუხებს სახსრები, ასევე აქვს გულთან დაკავშირებული ჩივილები. სანდერის განცხადებით მას ჭირდებოდა დერმატოლოგის და კარდიოლოგის სერვისი, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ აქამდე ეს ვერ უზრუნველყო. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. პოლიტიკური მართლმსაჯულების მორიგი სერია ვიხილეთ დღეს. დღეს პროკურატურამ გამოიკვლია 7 საათიანი ვიდეო ჩანაწერი და ამ მასალაში ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი ალექსანდრე ხაბეიშვილი საერთოდ არ ჩანს და ასევე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ რეალურად არც ერთი ბრალდებული პირის დანაშაულებრივი მოქმედება ან ძალადობა არ არის ასახული ამ ვიდეო მასალაში. ბრალდებულთა ნაწილს ჯგუფურად ჩადენილ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. ნაწილს კი ჯგუფური მოქმედების, აგრეთვე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, მათ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. დაკავებულთაგანაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, რაც შეეხება მარიამ მეყანწიშვილს, მას გირაუ აქვს შეფარდებული. ანტონ უპერი კი მიმალვაში იმყოფება, მას პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.